მოტეხვა. გვირგვინის ან ნაწილი, ანუ გვირგვინი მოვტეხე, ან ნაწილობრივ ან მთლიანად. ან შეიძლება ფესვის არეში მოვტეხე. კიდე შემდეგი გართულება რა შეიძლება იყოს მეზობელი კბილის, ნახე, აი მაგალითად მომეცეთ პირდაპირ იმაში. აი ეს ისე რომ იყოს არა პირდაპირ იმიტომ მინდოდა რომ ვაჩვენებდი აქ. ნახე, თქვათ უნდა ამოვიღო ხო რომელიღაც კბილი და მეზობელი კბილის რა ვქენი? მოვარ. იმიტომ რომ ნახე ისეთი მაშინ ავიღე რომ მისი ტუჩები იმ კბილზე უფრო დიდია და გადავიდა იმ სხვა კბილს. ანუ რა გავაკეთეთ? მეზობელი კბილის მორყება. ერთი. ყველაზე მარტივად მოვარყიე მეზობელი კბილი, რომელიც უნდა ამოგვეყო. შემდეგი გართულება რო ვიღებდი, ვთქვათ, ტრაქცია რას ნიშნავს? გამოტანას, როგორ ქვევით გარეთ, ან ზევით გარეთ. ნახე რა გავაკეთეთ? აი, ან აქედან მივარტყი ანტაგონისტ კბილებს, სულ ერთია რომელიღაცა შეიძლება გვერდზეც და რა თვითონ ამ ინსტრუმენტით რა ვქენი? ეს იგივე რომელიღაც ანტაგონისტი კბილი ინსტრუმენტით ეს მოტეხავს ყველა ვარიანტში. ან ნაწილობრივ მოტეხავს, ან ცოტას მოტეხავს გვირგვინს. ანუ მოვტეხებ მეზობელი ანტაგონისტი კბილების არასწორად თუ ტრაქციას ვაკეთებ. ესე იგი, ერთი თვითონ იმ კბილის გვირგვინის მოტეხილობა ან ფესვის, მეზობელი კბილის მორყება და დამავიწყდა შეიძლება ამოვარდნაც. შეიძლება ისე მოარყიო მეზობელი კბილი ბავშვებო, ანუ ფართელოყები თუ დაადე, არასწორი მაშა თუ დაადე, რომ განამარტო მოირყა, ამოვარდა საერთოდ, ანუ ამოვიდა ეს კბილის. ესეც ანტაგონისტი კბილების დაზიანება, გვირგვინის მოტეხილობა, ესეც გავიაროთ. შემდეგი გართულება, ეს შეიძლება იყოს ასევე, ეს შეიძლება იყოს, როცა ვარყევ მაგალითად, რა მიჭირავს ხელში, უფრო ხშირად ამით, რა, მოვტეხე რა, კბილები რაშია, ხალათები ჩაიჭირე. ალვეოლურ მორჩში. და რა მოვტეხე? ალვეოლური ძვალი, აი სივრცის კბილზე რომ მუშაობ თუ არასწორად მოვათავსე და არასწორად ვარყევ. მოვტეხე თვითონ ამ ძვალს რა ქვია? მითხარით, ლუკასი არ მინდა. ალვეოლური მორჩი. თუ ალვეოლური მორჩი მოტყდა, ძლიერი სისხლდენა იცის, ტკივილი იცის და როგორ მიხვდები რომ ალვეოლური მორჩი მოტყდა თქვენი აზრით? რა მოირყევა? სხვა კბილებიც, იმიტომ რომ სხვა კბილებიც ხო ალვეოლური და რომ მოკიდებ და შეიძლება ესე ანუ შეიძლება ალვეოლური მორჩის მცირე ნაწილი მოგიტყდეს, ეგ კიდევ თქვა ჩანდაბას, მაგრამ შეიძლება დიდი ფრაგმენტი მოტეხო, იმ დიდ ფრაგმენტს თუ მოტეხავ, ის კბილები, რომელიც ძვალში იყო, მოირყევა, ან კიდე ხელით რო გასინჯო, ეს მორჩი რა ხდება? მოძრაობს, მოძრაობს. გასაგებია? ანუ თქვით ალვეოლური მორჩის რა მოტეხილობა. ასევე უშუალო გართულება შეიძლება იყოს, ნახეთ რა, პირი არის ღია და განსაკუთრებით ქვედაყბაზე ვთქვათ მოლარების არეში თუ უმუშაობ, რა, ქვედაყბის ამოვარდნა თუ სახსაში პრობლემა აქვს ადამიანს დიდხანს როცა პირი ღია ან ინსტრუმენტებს აქ არასწორად მიღება, ამოვარდება ქვედაყბა. ასევე შეიძლება უშუალო გართულება იყოს, ასევე თუ ბოლოს სიბზნის კბილზე მუშაობ განსაკუთრებით ან მოლარებს ქვედაყბის მოტეხილობა. შეიძლება ქვედაყბა მოტყდეს, განსაკუთრებით შეიძლება ქვედაყბა მოტყდეს უფრო კუთხის არეში ამ კბილებზე მუშაო ექსტრაქციის დროს. ქვედაყბა მაგათ რაღაცები ჩავდებოდა და ჩავაგდეთ. ნახეთ რომელ ადგილს გეუბნებით. ეხა მოლარებთან რომ მუშაობ ნიკაპის არეში ნაკლებად მოგიტყდება, მაგრამ კუთხე სუსტი ადგილია ქვედაყბაზე. ნახეთ ბავშვებო, აი სიბზნის კბილზე რომ მუშაობ, ქვედაყბა შეიძლება მოვტეხო სხეულის არეში, სხეული ეს არის. ან ხშირად აი ეს კუთხის არეში. ანუ ეგეც ყოფილა რა მისი ერთ-ერთი ახლა მორჩებს ვერ მოტეხავ. გართულება, უშუალო გართულება. შემდეგ ინსტრუმენტის არასწორად ასევე გამოყენების შემთხვევაში, აი მაგალითად პირველად რას ვაკეთებ, უნდა გავთიშო ხო იოგისგან და არასწორად ან ამისხლტა, ან რასპატურის მაგივრად, ნახე ზოგი რას აკეთებს, სასად არის პირდაპირი ისა. პირდაპირი ელევატორი მომაწოდე რა. რასპატორს კი არ იღებს, ნახე ელევატორს იღებს, რომ გათიშოს კბილი ირგვლივი ყავთა იოგისგან. ამითი აუცილებლად გათიშვა რო უნდათ. მორყევა კი არა, ნახე პირველი ეტაპს ვამბობ. აუცილებლად დააზიანებ რას? რბილ, რომელი ეს ლორწოვანი, დაგრიჯავ ლორწოვა ქსოვის.
ანუ ან ვთქვა აგის ან ბორმანქანი ბორი რას უდავ დააზიანებ რბილ ქსოვილებს ამას ქვია რბილი ქსოვილების დაზიანება კერძოდ რომელი რბილი ქსოვილია პირისგოში ლორწოვანი და ლორწყვეშა ქსოვილი გასაგებია ეხლა კიდე უშუალო გართულებები რამე თუ არასწორი ტრაქციის შედეგად რო გადაწყვეტ. ეხლა მაგ მიზეზებს ვიტყვით რა იწევს, მაგრამ მე ჯერ მინდა თვითონ გართულებები უშუალო. არ კბილი რო გადაწდეს, მაგას ვიტყვით. არასწორი. კბილი ან ფესვი შეიძლება გადავარდეს, გადაგივარდეს რბილ ქსოვილებში. ანუ გახსენ იმაშა, ან ელევატორით მე რას ვამბობ სულ დაფიქსირებული. ან გადავარდეს რბილ ქსოვილებში, ეს უფრო კარგი ვარიანტი შედარებით, ვიდრე რო გადავარდეს სად? სასუნთ გზებში და ასფიქსიით იქ პატარა ნამცეცი გადავარდა აპექსის თუ თლიანი ფესვი თუ კბილი, მან მნიშვნელობა არა აქვს, რაც სულ მის ხამით რო იყოს რბილ ქსოვილებში გადავარდა სხვა რამეა, ეს კაი რბილ ქსოვილებში გადავარდა ლორწგვანში, კუნჩის, მაგრამ ცხიმოვან თუ გადავარდა სასუნთ გზებში ეს ძალიან სახიფათოა გამოიწვევს ასპირაციულ ასფიქსიას, ანუ მოიხრჩობა ადამიანი. ესე იგი რბილი ქსოვილების დაზიანება გავიგეთ, ასევე კბილის ან ფესვის გადავარდნა სად სასუნთ გზებში, რაც ასპირაციას იწვევს. შემდეგი უშუალო გართულება ასევე გახლავთ სისხლდენა. ნახეთ, კბილს რო ვიღებთ, ზომიერი რა ახასიათებს ხო რა ვთქვით, სისხლდენა იცის, ხო ზომიერი. და შემდეგ ეს სისხლი რა შვება შედეძდეს უნდა კოლტი ჩამოყალიბდეს, კი ბატონო, მაგრამ ნახე უყურებ და ჟონავს მაინც სისხლი, ანუ არ ხდება შეჩერება ამ სისხლდენის. ასეთ შემთხვევაში მე გასწავლეთ, რას ვაკეთებთ, რამდენიმე ვარიანტი. აქ ლილვაკებს დააჭერინებთ 15-20 წუთი, რამდენიმე ერთად ანტაგონისტები დააჭიროს. მეორე ვარიანტი, როგორ გააჩერებთ? წყალბადის ზეჟანგში გაჟღენთილ ბურთულას მოათავსებთ, კიდე რას ჩადებთ? ჰემოსტაზურ ღრუბერს ან რას დავადებთ? ღრმა ნაკერს. კი ბატონო, ანუ თუ ეს სისხლდენა არის მისი ერთ-ერთი გართულება უშუალო, ეგეც შეგვიძლია რა გავაკეთოთ. შემდეგი ანუ ეხლა ჩამოთვალოთ, უშუალო გართულებები ყოფილა. კბილის გვირგვინის ან ფესვის მოტეხვა. მეზობელი კბილის მორყევა, მეზობელი კბილის ამოვარდნა, ანტაგონისტი ან მეზობელი კბილების მოტეხვა, ეს უფრო ხო აგიხსენით როგორ. შემდეგ რბილი ქსოვილების გაგლეჯვა, ანუ მისი მოდის ვთქვა დაზიანება. შემდეგ ალვეოლური მორჩის მოტეხილობა, ქვედაყბის ამოვარდნილობა, ქვედაყბის მოტეხილობა, კიდე სისხლდენა, კი ბატონო. მე ვამბობ უშუალო. ანუ მანიპულაციის დროს რაც შენ იქვე განვითარდა. კარგი, გადავხედოთ უშუალო გართულებებში კიდე რამე აქვს. სასუნთ გზებში გადავარდა. კი, რბილ ქსოვილებში და ზედა სასუნთ გზებში, ხო, პირდაპირ ფილმში ხო ვერ მოხდება. ანუ ჯერ ზედა სასუნთ გზებში რაც იწვევს როგორ ასფიქსიას. ასპირაციულ და რაღაცა რომ გადაგცნა. კი ბატონო. შემდეგი გადავალოთ თვალი. კარგით, ეხლა ერთი რაზეც მინდა კიდე უშუალო გართულება, ეს გახლავთ ჰაიმორის ღრუს გახსნა. მოდი მანამდე რა ვთქვა, მე რაც ჩამოვთვალე და ჰაიმორის ღრუს გახსნაზეც ვიტყვი ასევე. ანუ ჰაიმორის ღრუს გახსნა არის უშუალო გართულება, ქვია პერფორაცია. პერფორაცია ხო იცით რაღაცა რომ გაიხსნა. ყველა ამ გართულების მიზეზი, რაც მე ჩამოვთვალე ეხლა უშუალოსი, გახლავთ შემდეგი ფაქტორები. ეს გახლავთ ფაქტიურად არასწორად პოზიციების დაჭერა, იმიტომ რომ ყოველ ხშირად ვკითხულობ, შენი პოზიცია თუ იყო არასწორი, ან პაციენტი დაისვი არასწორ პოზიციაში, თავი გადააწევინე და ამ დროს ვერტიკალურად უნდა ქონოდა. სიმაღლეში უფრო დაბლა იყო და შენ ესე ხარ და ნახევრად უყურებ, ნახევრად ვერა და იქ ვერაფერს სწორად ინსტრუმენტიც გიჭირს რომ ამუშაო. მიხვდეთ ბავშვებო? ანუ აქედან იწყება, იმიტომ გეუბნებით რომ პირველად ინსტრუმენტს კი ნუ ეცემი, პაციენტი რო დაგიჯდა, პოზიციები გაასწორე მისი და შენი, რომ მე შენ სრულყოფილად და კარგად იმუშაო. ესე იგი, არასწორად თუ შეარჩევ პოზიციებს. არასწორად თუ შეარჩევ რას უკვე?
ინსტრუმენტებს მაშა თუ ელევატორი მნიშვნელობა არ აქვს თუ რასპატორი. ანუ მე ავიღე არასწორი მაშა, ზედასი ქვედაზე ან პირიქით, ან ფრონტალურზე ეს ისე მიხვდით, ანუ ყველა ჯგუფს აქვს თავისი მაშა, თუ ინსტრუმენტი არასწორად შევარჩიე. თუ მაგალითად, აი მაგალითად ალვეოლურზე ჩადვილად მოვდეხავ, თუ დავიწყებ ელევატორით ყელის არეში გათიშვას. ასევე გავგლიჯავ და დავაზიანებ ადვილად რომელ ქსოვილებს, რბილ ქსოვილებს, შეადარეთ ახლა რასპატური და ეს ინსტრუმენტი. გასაგებია. ასევე გართულების მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არასწორად რას ვაკეთებ, ნახე, რას, არ ვიცი საით მოვარყიო. ანუ არ ვიცი სწორად მორყება. გინდა როტაცია, გინდა ლუქსაცია საით გავაკეთო, გასაგებია, ხო ესეც. ანუ ძირითადი მიზეზი ასევე არასწორად გავაკეთე ტრაქცია, ბატონო, გამომქონდა. სად იქნავს? კაი, გამომქონდა, ნახე, კვილი და რა გავაკეთე? მოვარყი ქვე, აჰა. დავაზიანე ქვედა კვილიან მოვტეხიან. გასაგები, ანუ რაღაცა მანიპულაცია ერთ-ერთი არასწორად შეასრულე. ეს არის ყველაზე ხშირად მიზეზი. სისტემის ნაკლებად იქ თავარ სისტემს შენ ვერ გადაჭრი. მაგისტრალური სისტემები არ არის. რაც შეეხება თქვენ ახლა ისე არ გაიგო, ან მოტეხილობა. ხშირად აი კუთხის არის სხეულის არის, როდესაც აქ ელევატორს თანაბარი ზალით არ ვარყევ, ან არასწორად მოვათავსე. ყველაფერი ეს შეიძლება გახდეს მოტეხილობის ან ამოვარდნილობის მიზეზი ქვედა ყბის. ხშირად ესე იგი არასწორი რაც ჩამოვთვალეთ ყველა. მაგრამ ეხლა თქვენ არ გაიგოთ, რომ ყველა ეს გართულება აუცილებლად ექიმის ბრალია, იმიტომ რომ მან არასწორი ინსტრუმენტი აიღო, ან სწორად აიღო ინსტრუმენტი, მაგრამ ანუ რაღაცა შეეშალა. ზოგჯერ ბავშვებო ყველაფერი სწორად გაქვს. პოზიციიდან დაწყებული მურყევით დამთავრებული, მე არ ვამბობ, რომ არც გაგიხსნია, მასშიც გახსნა და კვლის გადავარდნა, უკვე სხვა რამე, მანამდე მოგიტყნება, ხო? მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ყველაფერი ეს წესის მიხედვით ჩატარდება, მაგრამ რას გითხობ? იცი რა კარგად შემიძლია გვერდი მიგითი თუ ამ გვერდიდან ამ გვერდამდე, წინათ დათვალეს 12 გვერდიაო თუ რაღაც მითხეს, მე არ დამითვლია. მერე რატო არ მისმენ? შეინახე ტელეფონი. თავს კი ნუაქნებ, ჩადე ტელეფონი. კივიკო, ნუ ქანაო პაკეტიკეთ. ესე იგი, და მაინც კვილი, მეც ჩამტეხია კვილი და სხვასაც ჩატეხია. მაგრამ რა ხდება, იცით, ზოგჯერ არის ყიფეა ფესვები, გვირგვინები, განსაკუთრებით დანაბჟენი კვილები. მიხვდით? და მინანქარი არის მისი ფორვის რა ქვია, დაბზარული რა ქვია იმ სიტყვას თერაპევტები უფრო ხმარობენ. მინანქარი რომელიც არის უფრო ხო, ანუ უფრო ბზარებივითაა, რო გახედა. ყიფებ თქვი, ანუ მიხვდით ნამკურნალები კბილები, ან არის კბილები, რომელსაც ჰიპერცემენტოზი აქვს ფესვზე, ანუ ანთების გამო იქ ჭარბად დაილექება ერთ-ერთი ქსოვილი ცემენტი გასკელებული ფესვი მთელ სიგრძეზე. მიხვდით, ანუ თქვენ არ ჩათვალოთ, რომ მარტო თქვენ რაღაცა შეგეშალათ და ამიტომ მოგიტყდათ თქვენ ძაღლ ის ხო არის ტრაქციას თუ არა სწორად ჩატარებ, მართლა შენი ბრალია, მაგრამ რაც არ უნდა ეცადო, სწორად მოარყიე, სწორად ჩაკეტე, ყველაფერი, მაგრამ ყველი გვირგვინი ჩატყდა. ამის მიზეზი ხშირად ესე იგი გახლავთ ნამკურნალები, დაბჟენილი კბილები, ანთებადი, ან რომელთა მინანქარიც ამ კბილების კიდე არის მყიფე. შემდეგი ანუ რო გითხავთ მიზეზი რა არის მაგ გართულებების, უნდა დამისახელოთ. ესე ჰაერი ციდან ვარ გაურთულდა უცებ. რატო მოწყდა? მეზობელი კბილი რატო მოიყა, ლუკა? აი რატო მოიყა მეზობელი კბილი? იღებდი გვერდით საჭრელს. რატო მოიყა ფრონტალი? არა, მე ვკითხვა მაგ, რატო მოიყა მეზობელი ეშვი, რატო მოიყა? როცა გვერდით რა, როგორი მაშა გამოიყენე გვერდით საჭრელზე, შენი აზრით? როგორი? პირდაპირი, მაგრამ მე რატო მოგერყა? პირდაპირი უნდა. აი გვერდით იღებდი და ეშვი მოარყიე, რატო? ეშვიც მოგერყა. ან ამოვარდა. ანუ როგორი პირდაპირი მაშა აგიღია? როგორი ლოყები ქონდა? ფართო, განიერი. ანუ ამ კბილს გადასცდა, მიხვდი? გადასცდა და ის გასაგებია. რაღაცას მეუბნებოდით? არა, სიტყვა ამერია მე. ალვეოლური მორჩი რატო მოტყდა? კი ბატონო, ან ბორმან განაიხმარიან ელევატორი.
არასწორად. ან კიდე ადვილად მოგიტყდებათ ტკბილი, მე რა გითხარით ერთ-ერთი ეტაპი, როდის ჩაკეტეთ ტკბილი თქო, რო ჩაცდით და მე რა შეამოწმოთ თქო. რომ მაშა რა არ იყოს? საქმე, რომელი ან ურამურა ესე ჩაკეტავ ბავშვებო, ის გინდა ლუქსაცია სწორად დაიწყე, გარეთ გინდა შიგნით მაუწყებლად მოგიტყნება. ანუ ღერძი უნდა იმთხოვდეს ტკბილი ისღეთ. ანუ სადმე გადახრილი მაშინ თუ დაიწყეთ მორყევას, მაშინვე გვირგვინი ჩათვალეთ, რომ მოგიტყნებთ. გავიგეთ ის რაც აღხსნით ხო? და ეხლა უშუალო გართულება კიდე არის ჰაიმორის ღრუს გახსნა. ანუ პერფორაცია.